იმდენ საკითხს შეეხო დღეს ჩვენი ამ კონფერენციის მონაწილეები, მოხსენებლები, რომ რეალურად მართლა რაღაცა ძალიან ცოტა დარჩა საკითხთა წრე, ან საერთოდ არ დარჩა და რაღაცა უნდა მოვიფიქრო, რომ არ გავიმეორო ის, რაც ითქვა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული დიალოგის პლატფორმა, რაც დღეს მე აქ ვნახე, მოვისმინე იმ ადამიანთა შეხედულებები ბევრ სხვა საკითხზე, რომელიც თქვათ, არ ვიცი, ამ საქმეში არა მარტო ჩართულნი არიან, არამედ ამ პროცესს ქმნიან, ხელმძღვანელობენ, აქ ხელმძღვანელობაში რაღაც თანამდებობებს არ გულისხმობ, ლიდერობენ ამ პროცესს და იმ დროიდან რაც შემოგიერთით, თითოეული მოხსენება იყო ჩემთვის ძალიან ძვირფასი. რაც შეეხება კურიკულუმს, კი, აბსოლუტურად გეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ეს სასკოლო ცხოვრებისა, საერთოდ იმ თემატიკისა, რაზეც დღევანდელი დღე მთელი დღე საუბარი იყო, ეს არის სწავლასწავლების პროცესი, ეს არის ამ პროცესის დაგეგმა, ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ სკოლის ავტონომიის პროცესიც ჩემი აზრით დიდწილად ამაზე გადის, იმიტომ რომ მაინდამაინც ვერც სამართლებრივ საკითხებში ვერ ვკვევი, ვერც ფინანსურ საკითხებში ვერ ვკვევი. თუმცა ვიცი, რომ ეს ორი მხარე სკოლის ავტონომიურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თავარი, რასაც ავტონომიურობა, თვითმმართველობა, თვითმართვა, განვითარება, როგორც დამოუკიდებელი სასკოლო პოლიტიკის, ოღონდ აქ იზოლირებას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, შემადგენელი ნაწილი მაინც გადის იმ უმთავრესზე, რისთვისაც სკოლა ფუნქციონირებს და რისთვისაც სკოლა არსებობს. თუ სკოლას შეუძლია თავისი ორიგინალური კურიკულუმის შექმნას, თავისი ყველა იმ კომპონენტით, ერთდროულად არა, რა თქმა უნდა, ნაბიჯ და ნელ-ნელა, რომელიც ერთიანდება კურიკულუმში. ეს ნიშნავს, რომ სკოლა მიდის რეალური ავტონომიურობისკენ და სკოლაში ხდება იმ სასკოლო საზოგადოების ფორმირება, რომელსაც შეუძლია ეს ტვირთი ატაროს. როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს? მე როგორც ერთი კონკრეტული კერძო სკოლის თანამედროვე განათლების აკადემიის წარმომადგენელმა დიდად არ ვიცი, იმიტომ რომ მე ერთი სკოლის მაგალითზე შემიძლია რაღაცა ვთქვა, მაგრამ ცოტა მეხმარება ავტორიზაციის პროცესში, ამ პროცესშიც ვარ რაღაცაერად ჩართული, ვნახო როგორი მნიშვნელოვანი არის მხარდაჭერა იმ სკოლებისა, რომლებიც თავიანთ კურიკულუმებს იმუშავებენ. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით, ერთი წლის განმავლობაში რა შეიცვალა და აქ არც ერთი არ ვართ ჩვენ ისეთი, ვისაც განმარტება დაჭირდება რამაგვ მხედველობაში. სკოლა, რომელიც ახორციელებდა ორიგინალურ პროგრამას, რა თქმა უნდა, ასეთი ორი მახსენდება ბოლო თვეების განმავლობაში, არა ეროვნულს, თუმცა ეროვნულზე ბმით, იმიტომ რომ არსებობს გარკვეული მოთხოვნები, თუ წინა პერიოდის ავტორიზაცია მას მისცემდა მთელ რიგ რეკომენდაციებს აიმ ზუსტი ბმების არარსებობის გამო, იმიტომ რომ უფრო მეტად იყო მიჯაჭვული თუნდაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, მის შინაარსზე, მის სტრუქტურაზე სასკოლო კურიკულუმი, ამ წუთას მან მიიღო ყოველგვარი მონიტორინგისა და პირიქით წახალისებით ავტორიზაცია, იმიტომ რომ უკვე ამის შესაძლებლობა აქვს სკოლებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიყენებთ სხვა ამბავია. ამის შესაძლებლობა აქვს სკოლას, ხაზგასმულია, რომ კერძო სკოლას პირველ რიგში, მაგრამ მე ბედნიერი ვიქნები, რომ საჯარო სკოლიდან მოვიდეს ასეთი ორიგინალური კურიკულუმი, რომ მას შეუძლია თქვას, რომ მე ასე ვხედავ. მე ეს მიმაჩნია, მე მე-9 კლასში ამას ვასწავლი. მე გარანტირებულად გიჩვენებთ, რომ გავდივარ საფეხურის შედეგზე, კი ბატონო, იმ ცნებებსაც ვააქტიურებ, მაგრამ დანარჩენი უკვე ჩემი კომპეტენციის სფერო. ჩვენ გქონდა ამის რამდენიმე მაგალითი და მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ, როცა ასეთი მაგალითები, უბრალოდ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხაზი კერძო სექტორიდან გადაინაცვლებს თან საჯარო სექტორშიც და საჯარო სკოლების სულ უფრო მეტად, ისე როგორც კერძო სკოლები, სულ უფრო მეტად განავითარებენ თავიანთ ორიგინალურ კურიკულუმებს. რისის საფუძველიც, რისის საშუალებაც უკვე არსებობს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ამის უფლება უკვე არსებობს გარკვეული შეთანხმებებით. გამოვიყენეთ თუ არა ჩვენ
ხო, ჯერ და გითხრათ, რომ კერძო სკოლის მდგომარეობა ყოველ შემთხვევაში, რომელსაც წარმოადგენთ, ცოტა უფრო შეღავათიანია იმ თვალსაზრისით, რომ არ გყავს მაგალითად 2000 მოსწავლე, არ გყავს 330 მასწავლებელი. მასწავლებელთა ძირითადი ჯგუფი, გუნდი უკვე ჩამოყალიბებული, შეკრულია და იმ რაოდენობითაა, რომლის მართვაც კარგი გაგებით, ანუ პროცესში ჩართვა იქნება უფრო ადვილი. ხო, უფრო მეტი არის აქ თავიდანვე შეიძლება ქმედების თავისუფლების ის პროცენტი, რომელიც ნულიდან არ გაწყებინებს პროცესს. ამიტომ რა თქმა უნდა, არავის არ უყურებთ ისე, რომ აი რომელიღაცა კერძო სკოლებში შეიძლება რომელიღაცა დიდმა ჩვენ სხვა უპირატესობები შეიძლება გქონდეს აფხრივ, რასაც უბრალოდ ვიყენებთ. რაც უფრო მოქნილს ხდის ხო სკოლის სისტემას. კი, რა თქმა უნდა, როდესაც 400, 500, 600 მოსწავლე ყო, ეგეც ძალიან ბევრია კასპეროტოს. და როდესაც 2000 და 3000, როდესაც კლასის სასწრაფოდ უნდა წავიდეს სკოლიდან, როგორც კი ბოლოზარმა დარეკა, იმიტომ რომ მეორე ცვლა უნდა შემოვიდეს და დამლაგებელმა უნდა მოასწროს იმ დერეფნის და იმ ოთახის დალაგება და სივრცეც კი არ რჩება იმისთვის სკოლაში, რომ მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ დარჩნენ და რაღაცა არაფორმალურ, არასაგაკვეთილო გარემოში შეასრულონ გარკვეული აქტივობა, რაც ძალიან დაკავშირებულია სწორედ ამ კომპლექსური დავალებებზე მუშაობისა თუ სხვა პროექტული ღონისძიებების განხორციელების ბუნებრივი ამხრივ კერძო სკოლებს გვაქვს ეს უპირატესობა და დიდი ვაჟკაცობა სულაც არ არის თუ ამ უპირატესობას ვიყენებთ. პირიქით, ჩემი აზრით ეს რაღაცა მოვალეობაც არის ჩვენი, რომ გამოვიყენოთ ის გარემო, რომელიც გვაქვს. რაში გამოგვადგა მაგალითად ის შესაძლებლობა, რაც ორიგინალური კურიკულუმის შექმნის, არ ვიცი, შანსს გვაძლევს, იმედია მომავალშიც მოგცემს და უფრო ღია იქნება ეგ სისტემა. რა ვიცი, მაგალითად შეფასების სისტემა, რომელიც სრულად შევცვალეთ და სრულად გავხადეთ მრავალკომპონენტიანი, არა მხოლოდ კომპლექსურ დავალებაზე, როგორც გამსაზღვრელ შემაჯამებელზე, არამედ უბრალოდ შუალედური შეფასებების სისტემა შემოვიტანეთ, რომელიც თავისთავად მრავალფეროვანია, დაწყებული არ ვიცი თვალსაჩინო პროდუქტის შექმნით, ქვიზებით თუ განსხვავებული ვარიაციის თქვა პროექტებით. თავარი ამ შემთხვევაში სხვა რაღაცა იყო და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების ერთიანობა და პირველ რიგში მასწავლებელთა ერთიანობა ამ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ძნელი არის სისტემის უფრო სწრაფად შეცვლა თუ ეს საერთო მიდგომა არ არის. მაგალითად დაგროვებითი სისტემის შემოტანა შეფასებაში. მე ყოველი მომდევნო შეფასებით გარკვეულ ქულას ვაგროვებ, რაც ჯამში, აი როგორც საუნივერსიტეტოა თქვათ, ხო? შუალედურიდან შუალედურამდე, სემინარიდან სემინარამდე და ჯამში გამოდის. გაგვიჭირდა? დიდად არ გაგვჭირებია, უბრალოდ მშობელთა რეაქციები იყო, ის რაც უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია მათი შვილების შეფასებას ეხებოდა ეს და მთელი ძალისხმევა მიმართული იყო იქითკენ, რომ აქ რაიმე ისეთი რადიკალური არ ყოფილიყავით, რომ ხო იცით, რადიკალიზმმა შეიძლება საუკეთესო იდეა დაღუპოს, ხო? დროზე ადრე თუ დააჩქარებ მის იმპლემენტაციას თუ დანერგვას თუ რაღაც უკეთეს სიტყვას შეიძლება ეხლა მეთქვა, მაგრამ ვეღარ ვაზრონ. მშობლებთან ძალიან ხშირი კონტაქტი, მათი საქმის კურსში ჩაყენება, მათთვის ახსნა, ოღონდ აქ ვინ იზამს ამას? ცალკე აღებული ვერც დირექცია, ვერც დამრიგებელი, თითოეული მასწავლებელი, ანუ ყველა მონაწილე უნდა იყოს ბუნებრივია ამ პროცესში. ძალიან ძნელი აქვს მხოლოდ ლიდერი მასწავლებლების გამოყოფა, თუ თვითონ სკოლა ორიენტირებული არ არის ზოგადად ასეთი ტიპის მასწავლებლებზე და აქ არის მოითხოვება მაინდამაინც რაც ჰიმალაის დაპყრობა თუ კიდევ უფრო რაღაც სიღრმეში ჩასვლა, ხო? საკუთარი საქმის ძალიან ასუხისმგებლობით და პროფესიული, გააზრებულად ამის გაკეთება. მაგალითად ჩვენ შესაძლოა რა შედეგი მივიღეთ უკვე მესამე სემესტრი დაიწყება აი ამ განსხვავებული შეფასების სისტემის, ყველა დაწყნარდა, ყველა ნებათაღელვა თითქოს გაქრა, მშობლები აღარ უყურებენ ამ შეფასების სისტემას, როგორც გამოჭერას პირიქით გვეუბნებიან, აი აქ ჩვენი სკოლა წარმოდგენილი არის, მათ შორის ანანო არის ინგლისურის მასწავლებელი თქვათ, ხო, რომელიც უშუალოდ ერთ-ერთი ლიდერია ამ მხრიდან ჩართული არის. მოტივაციის გაზრდა,
დაგეგმვა პროცესისა მოსავლისაგან, თუნდაც არჩევანის შეთავაზება არ არის აუცილებელი 10-ვე საკლასო შეფასებაში კონდეს ქულა. არ არის აუცილებელი იმისთვის, რომ რაღაცა მიაღწიო, თუმცა შესაძლებლობის მიცემა. ასევე მაგალითად ჩვენ ძალიან გამოგვადგა საერთოდ ახალი საქმეები არ არის, მაგრამ რაღაცა ჩვენთვის გახდა ახალი. მაგალითად სულ ჭიდილი არის თქვათ პრაქტიკასა და თეორიას შორის, მით უმეტეს მოქალაქეობის მშვენიერი პრეზენტაციები მოვისმინეთ, ხო? არ ვიცი რაღაცერად მზაობის დონე, ჩვენი პედაგოგისა მზაობის დონე პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით ჩვენი მოსწავლეებისა გახდა საფუძველი, რომ საერთოდ შევეშვით რაღაცებს და შემოვიღეთ, რა თქმა უნდა, შეთანხმება ამასაც სჭირდება, ალბათ შევათანხმეთ და შეგვითანხმეს, და ახალი საგანი, ხო? მთლიანად საზოგადოებრივი საქმიანობის სწავლება. რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს აყალიბებს მოსწავლეს როგორც არა მცოდნესა და მკეთებელს, არამედ პროცესს ერთიანად წარმართავს, თლიანად იმ ქმედებაზე ორიენტირებული არის და ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად თქვათ სახელმძღვანელობის თემა, რომლის შეცვლაც ჩვენ შეგვიძლია ან სრულად ალტერნატიული რესურსის შემოტანა, ეს რასთან არის დაკავშირებული ყველა მისით, მაგრამ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგალითად თქვათ სიტყვაზე ქონდა გარკვეული პრობლემა მიუხედავად გადასარევი მასწავლებლებისა და სახელმძღვანელოებისა, ბუნებისმეტყველების დაინტერესების თვალსაზრისით ზედასაფეხურზე რაღაცერად სამინისტრო დაგვთანხმდა, შემოვიღეთ საგანი მათმაგივრად კვლევები მეცნიერებაში, სუფთა ექსპერიმენტულია, შეიძლება იმ ღრმა თეორიით ბავშვები ვერ იმშვალებიან ფორმულების დასწავლა, სამაგეროდ ლაბორატორიებში მუშაობენ, რაღაცებს აკეთებენ, რაღაცების პრეზენტაციას ახდენენ და ის ბავშვებიც კი, რომლებიც თქვა ზედაკლასებში ჰუმანიტარისკენ მიმართებიან, ან ამბობენ, რომ მათემატიკა კი უჭირდება, მაგრამ აი ქიმიაში უჭირდება, ან ასე შემდეგ ჩვენ საგამოსტუმრებლად მათთვის უფრო საინტერესო და მათთვის უფრო მამოტივირებელი გახდა. მოკლედ, რისი თქმა მინდა? არ მინდა იმის თქმა, რომ ყველაფერი რაღაცა კარგად და ესე მიდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სკოლას აქვს, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ჩემი აზრით საჯარო სკოლებზეც უფრო მეტი აქცენტით უნდა გავრცელდეს შესაძლებლობათა შეთავაზება. ვინ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას სწრაფად ნელა ან საერთოდ არ გამოიყენებს, რა თქმა უნდა სტანდარტი იმისთვის არსებობს, რომ თუ მის იქით არ იყურები, ის მაინც უნდა იყოს მინიმუმ დაცული. ყოველ შემთხვევაში მითხრეს, რომ რაღაცა გააზიარეო ეს გამოცდილებაო ქალტონმა ნათიამ და აი ეს მინდოდა მეთქვა. საბოლოო ჯამში შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ პროცესი, რომელსაც ბევრი მაკრიტიკებელი ყავს და ეყოლება, იმიტომ რომ ყველა პროცესს ყავს. ხო, თუ რამე მიმდინარეობს, მას აგრიტიკებენ და კიდე გააგრიტიკებენ. ეს ამ კრიტიკის ნაწილი და დიდი ნაწილი, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს, როგორი სწორიც არ უნდა იყოს, მე შემიძლია როგორც ისტორიის პედაგოგმა უკვე თქვა ძალიან ხაზგასმით, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო იმ ტერმინების თავში ჩადებით, როგორც არის მართალი მატრიცაზე ბატონმა ნიკომ თავისი აზრით თქვა და მეც ვეთანხმება მატრიცა, კომპლექსური დავალება, პროექტული ხასიათის დავალება, ეტაპები და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მასწავლებელთა ძალიან დიდი ნაწილისთვის და აქ გამოსვლელები, რომლებიც საკუთარ პრაქტიკას აზიარებენ, მეგონი ცოცხალი მაგალითებით ამტკიცებენ იმას, რომ ეს პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი და განვითარებადი.